ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის, როცა ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკები გახდებოდნენ დამოუკიდებლები, მანამდე 30-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ჩაატარეს ეს ექსპერიმენტი, რომელიც არ გამოვიდა, იყო ამიერკავკასიის ფედერაცია. და ამ ფედერაციაში იყო გაწევრიანებული რესპუბლიკები, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკა თანასწორად იყო გაწევრიანებული თითქმის. ეს რომელი წლებია? 20-იანის დასაწყისი. 20 და 20-იანის ბოლო და 30-იანის პირველი ნაწილი და აფხაზებს ჰქონდათ განცდა, თრა ეს არ არიან როგორც ამბობენ, მაგრამ უფრო მეტი სტატუსი ჰქონდათ ვიდრე ავტონომიური რესპუბლიკის. და როცა უკვე ხდება საბჭოთა კავშირის რეფორმირება და ხდება ესეთი სამდონიანი, ორდონიანი უფრო მაგალითად შეიძლება სამდონიანი, ორდონიანი ეთნიკური ტერიტორიული ერთეულები, როგორც არის მოკავშირე რესპუბლიკები და ავტონომიური რესპუბლიკები. ქვემოთაც იყო ავტონომიური ოლქები, მაგრამ ძირითადად ავტონომიური ოლქი უფრო ავტონომიურ რესპუბლიკას ემსგავსებოდა ვიდრე ავტონომიური რესპუბლიკა მოკავშირე რესპუბლიკას. ანუ ავტონომიური რესპუბლიკასა და ავტონომიურ შორის უფრო მეტი ერთობა იყო და საზღვრები მათ შორის სტატუსური მცირედი განსხვავებოდა. აჭარა და აფხაზეთი მაგალითად. ხო, არა, აჭარა და სამხრეთ ოსეთი. ხო, მაგრამ აი რესპუბლიკა, მოკავშირე რესპუბლიკა იყო სახელმწიფოების წარმონაქმნი იყო უკვე და მოკავშირე რესპუბლიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირი ის სამართლებრივად რომ მიუდგეს და ამაში რაღაც გარკვეული სამართლებრივი კონტექსტი იყო. თვალზე ფურთხით ნაწები არ იყო საბჭოთა კავშირი ვიტყოდი ასე. ანუ რაღაც გარკვეული პრინციპებზე იყო აგებული. ამ ფონზე ქვია აფხაზებს ჰქონდათ განსხვავება, მათ ჰქონდათ შუალედური მომენტი, შუალედური იყო ავტონომიებზე მეტი ჰქონდათ და რესპუბლიკებზე ნაკლები. ანუ კიდე რაღაც ეფემერული რაღაც არსებობდა და აი ამ ქვია ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება, კონფედერაციული იყო რეალურად ეს მომენტი, აფხაზებს წაართვა ეს შუალედური და ზემოთ კი არავინ აწიეს, ქვემოთ ჩამოწიეს. ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე დაიყვანეს და ამის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში, 15 წელიწადში ერთხელ ახალგაზრდები მოდიოდნენ და ახალგაზრდა ბუნებრივია მოდის, ახალგაზრდა მოდის რაღაც გარკვეული ღირებულებებს. სკოლაში რა ისწავლა, მშობლება რა ასწავლეს, ოჯახში რა ასწავლეს, მეზობლება ნაცავებმა და ყოველი ახალი თაობა აფხაზური ახალგაზრდებისა მოდიოდნენ იმ განცდით, რომ მათ ჰქონდათ მეტი დამოუკიდებლობა, მათ ჰქონდათ რაღაც რესპუბლიკა და დღეს საქართველოს შემადგენლობაში არიან. და ეს მათთვის იყო დამამცირებელი და ყოველთვის მოდიოდნენ ამ განცდით. ამასობაში ამ იდეოლოგიის ადამიანები ხვდებოდნენ პარტიაში, კომკავშირში, პოლიტიკაში, ნომენკლატურაში, ზემოთ ამოდიოდნენ და იქ უცებ თავს დამოარტყავდნენ, რომ ქვია, ზოგს ციხეში ჩასვალდნენ, მაგრამ საკმარისი იყო პარტიული გაფრთხილება და ან პარტიიდან გარიცხვაც კი, რომ ყველა წყნარდებოდა და ხვდებოდა, რომ არაფერი არ გამოვიდოდა აქედან. და ამიტომ სტალინის დროს მით უმეტეს ეს იყო ძალიან მყარად ჩაკეტილი, ვინ გაბედავდა რამეს მაშინ, ხო? მაშინ დახვრიტას და რაღაც რაღაცები იყო, მაგრამ როცა სტალინის პერიოდი წავიდა და ხრუშოვი მოვიდა და ესე გაანადგურა, შეიძლება ასე ითქვას, სტალინის რეჟიმი, ყველა ხელა გაჩნდა გაზაფხულის მომენტი, ანუ ეს რასაც ქვია ოციპელ რუსული სიტყვა, რომელიც ასევე შემორჩა პოლიტიკური მასაქვია, როგორც პერესტროიკა, როგორც ასეთი ტიპის ესაქვია სპუტნიკი და რაღაცები. ინგლისურენშიც კი შევიდა ეს სიტყვები, ანუ ხრუშჩოვის ოციპელი, ანუ დათბობა, გაზაფხულის პირი რომ მოდის ესა, მოდის სწორედ რომ სტალინის სიმკაცრე მიდის და მოწაკაც სიმსუბუქე, რაღაცა ლიბერალიზმი. კინოში შემოვიდა ესა ჩვენი ეზო და ქართული ფილმები მაგდანას ლურჯა, ამ დროსაა გადაღებული ეს ყველაფერი. სიახლის იდეები შემოდის ამ დროს საბჭოთა პერიოდში და ამ ფონზე ისევ მოდის ყველა ერებს და მათ შორის აფხაზებს უჩნდებათ განსხვავება, რომ მეტის უფლება აქვს და მეტი საშუალება აქვს. ისევ ხდება თავს წამორტყმა, იმიტომ რომ არავის არ აწყო. ამიტომ კი არა რომ საქართველოს ეკითხიან. საერთოდ არსებობს განცდა ვითომ და ეს ერები წაკიდებული იყო ერთმანეთს. არავის არ ჭირდებოდა მოსკოვში საქართველოს და აფხაზების კონფლიქტი. კონფლიქტი, იმიტომ რომ თუ აქ კონფლიქტი ვინმე გაიმარჯვებდა, სხვაგანაც მოხდებოდა. და ყველა დიდი პრობლემა ჩვენ გავიწყდება იყო რუსეთში. რუსეთში 20-მდე და 20-21 ავტონომიური რესპუბლიკა და ავტონომიური წარმონაქმნი და სწორედ საბჭოთა კავშირი ამან დაშალა. თავისა მე მივალთ მაგამდე, როცა რუსეთში მოხდებოდა ყველაზე ჩვენ რომ დარდობდით ჩვენს აფხაზურ კონტექსტზე და სამხრეთ ოსეთის კონტექსტზე, რუსეთში დარდობდნენ აი ამ 20 რესპუბლიკის კონტექსტზე, სათათრეთი, ბაშკირეთი, უდმურტია, უამრავი რესპუბლიკები ასეთი. და ამიტომ ესე არ იყო, რომ მთელი საბჭოთა კავშირი საქართველოს წინააღმდეგ იყო. საბჭოთა კავშირი მაშინ პერესტროიკის დროს გაიყო და ერთმანეთის წინააღმდეგ თუ შეიძლება იყვნენ და ჩვენ არეთ ბანაკში უნდა ყოფილიყავით, ამ მეორე ბანაკში უნდა ყოფილიყავით. მოკლედ აი აფხაზების განცდა არის ის, რომ ყოველ 10-15 წელიწადში
წელიწადში ერთხელ მოდის ახალი თაობა უკვე კომკავშირში და პარტიაში, რომელსაც თავის ნაციონალისტური იდეები აქვს. ყველა ნაციონალისტები არ გვიყვარს კომუნიზმი ვიღას ახსოვს. ყველგან ქართველები, ქართული კომუნისტები, ქართული ნაციონალისტები ან აფხაზი კომუნისტები, აფხაზი ნაციონალისტები ასე შემდეგ. ჩვენი მშობლები გუნართლავენ, ჩუმად, თუმცა შეიძლება კომუნისტები არიან, მაგრამ მაინც ეკლესიებში ეროზია განიცადა კომუნისტურმა ინტერნაციონალურმა ხრუშჩოვის დროს.